ყველას საფეხბურთო სალამი და მე კლავდა გიბრუნდით საინტერესო თემებით. ვიდეოს დაწყებამდე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და მოიწონოთ ეს ვიდეო. ასევე იხილეთ კომენტარი, რომელიც წინა ვიდეოდან ამოვარჩიეთ. ომის ეკო პარიზში ზაბარნიმ და საფონოვმა ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს. ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელები ერთმანეთში ათამაშა. ლეეკვიპის ცნობით მატვეი საფონოვმა და ილია ზაბარნიმ, რომლებმაც ერთად ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარეს, შეხვედრის დაწყების წინ ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს და პირისპირ შეხვედრისას ერთმანეთთან თვალით კონტაქტს გაურბოდნენ. მასთან ვარჯიშებზე პროფესიულ დონეზე ურთიერთობა მიწევს. კლუბის წინაშე ჩემს ვალდებულებებს შევასრულებ. განაცხადა ზაბარნიმ საფონოვის გუნდში მოსვლის შემდეგ. მას მერე რაც ახსნა, რომ მას არანაირი ურთიერთობა არ აქვს რუსებთან. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიით შეიჭრა, რამაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი გამოიწვია. ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ხოლო მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა და იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის ქმედებები მკაცრად დაგმო, რასაც ქვეყნის მიმართ უპრეცედენტო სანქციების დაწესება და საერთაშორისო სპორტული ტურნირებიდან რუსული კლუბებისა თუ ატლეტების დიდი ნაწილის მოკვეთა მოყვა. უნდა მოქმედებდეს თუ არა პოლიტიკა სპორტზე, შემოქმედებაზე და ზოგადად ჩვეულებრივი მოქალაქეების ურთიერთობაზე და დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მე პირადად მაინტერესებს თქვენი აზრი. გურამ კაშიამ გამოცემა დენიქ სპორტთან სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მე გირჩევთ, რომ ყურადღებით მოусმინოთ იმას, თუ რას იძახის ქართველი ფეხბურთელი, რადგან ბევრი ძალიან სწორი და ცხოვრებისეული რამ თქვა. მსოფლიოში ბევრი ადამიანი საკუთარ თავს ეკითხება, როგორ დამიმახსოვრებენ. თქვენ სვავთ ამ კითხვას? სიმართლე გითხრათ, ეს საერთოდ არ მაწუხებს. ვცდილობ კარგი ადამიანი ვიყო, სწორი ღირებულებებით. ასევე მინდა ვიყო კარგი მამა და პროფესიულ საქმიანობაში სამაგალითო პროფესიონალი. იმასაც ვფიქრობ, შემიძლია თუ არა სხვების დახმარება. ეს არის ის საკითხები, რაც ჩემს გონებაში ტრიალებს. სამწუხაროდ ისეთ ინდუსტრიაში ვმუშაობ, სადაც ადამიანებს შენზე სხვადასხვაგვარი აზრი აქვთ. ზოგი მკაცრია, ზოგი კეთილი, ზოგი აღფრთოვანებული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვცდილობ ეს ყველაფერი უგულებელყო, რადგან ამას არასდროს მოაქვს არაფერი პოზიტიური. მაშინაც კი, როცა შენზე კარგს ამბობენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც სოციალური ქსელები არ მაქვს. ვცდილობ მათგან შორს ვიყო, ვიცი რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამ ცნობიერებით ვცხოვრობ და ვმოქმედებ. სლოვანში კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან ჯაბა კანკავასთან ერთად მოხვედით. თქვენი ტრანსფერის გამოცხადებისთანავე დისკუსია ასაკზეც დაიწყო. მაშინ ამას გრძნობდით? რა თქმა უნდა, მახსოვს პირველი პრესკონფერენცია, სადაც ჩვენი ბოსი ივან კმოტრიკუმცროსი ამბობდა, რომ ჩვენთან გრძელვადიანი გეგმები არ ქონდა, მაგრამ ასე უნდა შეხედოთ. იმ დროს ხალხმა არ იცოდა ჩვენი ხარისხი და მენტალიტეტი, არ იცოდნენ როგორები ვიყავით. ჩემს კარიერას რომ გადავხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო პერიოდი 28-29 წლის ასაკში დამეწყო. ჩემი შეგრძნებაა, რომ მას შემდეგ თითქმის ერთსა და იმავე დონეზე ვთამაშობ. როცა ცენტრალური მცველი ხარ, 22-23 წლის ასაკში პიკში ხარ, რადგან უკვე გამოცდილებაზე თამაშობ. თუმცა ეს ეხება მათ, ვინც მანამდე ჯანსაღი ცხოვრები ცხოვრობდა. თუ ასეა, მაშინ ეს შენი საუკეთესო წლებია. რამდენ ხანს გეგმავდით სლოვანში დარჩენას, იმ დროს ხომ 5 წელი არარეალური ჩანდა. საკუთარ თავში არასდროს შემპარვია ეჭვი მიუხედავად იმისა, რომ კლუბისგან 2 წლიანი კონტრაქტიც კი არასდროს მიმიღია. ყოველ ჯერზე მხოლოდ 1 წლით მიხანგრძლივებდნენ. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა, რადგან მუდმივად ზღვარზე მუშაობას მაიძულებდა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ყველა მატჩისთვის მზად ყოფილიყავი. სწორედ ამიტომ ვითამაში ამდენი თამაში იმ 5 წელიწადში. 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელებისთვის ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. შეიძლება ტრავმა მიიღო და დაბრუნება უკვე გაცილებით რთული იყოს, მაგრამ ცხოვრებაში დიდი რწმენა მაქვს და ფეხბურთშიც საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. რამდენიმე მატჩით საკმარისი აღმოჩნდა, რომ აქ თავი მეგრძნო ისე, როგორც სახლში. მომეწონა არა მხოლოდ კლუბი, არამედ ბრატისლავაც. თავიდან ხალხი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ მალევე გულშემატკივართა ფავორიტი გახდით. რას გრძნობდით?
მახსოვს საწყის მაჩებში მიჭირდა რამდენიმე პასი გავაფუჭე და ხალხმა სტვენა დამიწყო. მაშინ მივხვდი რამდენად მკაცრ გარემოში მოვხვდი. სლოვანის გულშემატკივრები ყოველთვის სწორპასელიან. როცა საშუალო დონის სლოვაკურ გუნდს ეთამაშები და ანგარიში 0-0-ია, ისინი მაინც გისტვენენ. მაღალი სტანდარტები აქვთ. თავიდან გული დამწყდა, რადგან ვიგრძენი რომ ძალიან სწრაფად მაქციეს ზურგი. საკუთარ თავს ვკითხე, როგორ გამომესწორებინა ეს, მაგრამ თავარი იყო რომ მეც უკმაყოფილო ვიყავი ჩემი თამაშით. ევროთასებზე უკეთ წავიდა საქმე. იქ საკუთარი თავი ვიპოვე. გონია გარდამტეხი მომენტი ოლიმპიაკოსთან მატჩი იყო. სწორედ მაშინ მიხვდა ხალხი რომ მე და ჯაბაკანკავა ყველაფერს ვაკეთებდით გამარჯვებისთვის. ამან გულშემატკივრებთან დაგვაახლოვა, რადგან ეს მათ დნმ-ში ძის. როცა ხედავენ რომ იბრძვი, ეს მათთვის საკმარისია. არმან სარუკიანი მდიდარი ოჯახიდან არ არის და ძვირადღირებულ მანქანებს მხოლოდ იმისთვის ყიდულობს, რომ შემდეგ რუსეთში გადაყიდოს. ამაში დარწმუნებულია UFC-ს მოქმედი ჩემპიონი მსუბუქ წონაში ილია თოფურია. მას პატარა ბავშვის აზროვნება აქვს. ის ინფანტილური ბიჭია, რომელიც მდიდარ ბიჭს თამაშობს, მაგრამ არც ის და არც მამამისი მდიდარი ხალხი არ არიან. მე უამრავ მდიდარ ადამიანს ვიცნობ და ის არც ერთ მათგანს არ გავს. ის როლს თამაშობს და აქ ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს, რათა გადასაყიდად რუსეთში გააგზავნოს. ის ახლოსაც კი არ არის სიმდიდრესთან, ჩვეულებრივი ლუზერია. თუ გეიჯი ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ჩამეხსნება, ცარუკიანი მის შეცვლაზე უარს იტყვის. ის არ იჩხუბებს. თუ მას ეტყვიან რომ ჩემთან ერთკვირიანი შეტყობინებით იჩხუბოს, ის ამას არ იზამს. ის მხოლოდ დაწონვაზე გამოჩნდება, რადგან ჩემს ბრძოლებზე ყოველთვის სათადარიგოდ ყავთ. ჩემი ბრძოლები მნიშვნელოვანია და არ უნდათ რომ ჩაიშალოს, ამიტომ დაზღვევა სჭირდებათ და ის გამოჩნდება აწონვაზე, რადგან მას ფულს უბრალოდ იმაში უხდიან რომ წონას აფიქსირებს. ის ისეთი ბიჭია, რომელსაც ფული სჭირდება, სხვაგვარად მთელი დღეები არ იწუწუნებდა. განაცხადა ილია თოფურიამ. დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივახლოვდა. იმედია მოგეწონათ ასეთი პატარა და საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა. მე მალე დაგიბრუნდებით ახალი, უფრო საინტერესო თემებით. ამიტომ რო არ გამოტოვოთ, გამოიწერეთ არხი. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.